უცხოეთში მყოფი ქართველი მინდა მოვიკითხო პატიმრები და ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო და ყველა ის ადამიანი ვინც საჭიროებს მოკითხვას და ნუგეშის ცემას აი იქიდან მინდა ჩვენი ეთერიდან გული და სულით მოვიკითხო და არას არ ეგონოს ვინმეს რომ მარტო არის და ჩვენ ყოველთვის მათთან ვართ და ღმერთი მათთან არის. ადამიანები მინდა მომეკითხე ხოლო აი ერთი განცხადება აი რაც სასულიერო პირებმა მთხოვეს და აუცილებლად უნდა გამოვაცხადო ლეიკემიით დაავადებულა ბიჭს 17 წლის ბიჭს ჭირდება სისხლი მეოთხე ჯგუფის დადებითი და 17 წლის არის ეს ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი და კაი ადამიანია ირაკლი ქვია და თუ შეიძლება ნომერს გამოვაცხადებ და ვისაც გააქვთ ეს იშვიათი ჯგუფი თუ მიმართავთ ამ ადამიანებს და დაიხმარებით დიდ მადლობას მოგახსენებთ 592 575 585 ესეთი ნომერია და თქვენ იმედზე ვართ, აბა ვისაც გაქვთ ესეთი ჯგუფის სისხლი და აუცილებლად დაურეკეთ. ხოლო ჩვენი სტუმარი გახლავთ მამა საბა ყოველთვის სტუმრობდა ხოლმე და ძალიან გაგვახარა დღესაც მისი სტუმრობით. მამა დაგლოცეთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მამა მობრძანებისათვის, გვიხარია ძალიან რომ გვესტუმრეთ და ზუსტად ვიცი რომ ძალიან კაი და საინტერესო ეთერი იქნება. ხოლო მამა დღევანდელი თემა ესეთი ავირჩიეთ რომ აი ღვთისათვის ამ ქვეყნად ყოველთვის რაღაცა ჭობს ადამიანი და ამ ქვეყნად რა არის ყველაზე ძვირფასი ღვთისათვის, რაც შექმნა და რას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი. მადლობას მოგახსენეთ მოწვევისთვის, მართლა დიდი ხანია აღარ ყოფილვარ თქვენს ეთერში და რაც შეეხება შეკითხვას, ღვთისთვის ზოგადად მთელი თავის შემოქმედება ძვირფასია, რასაკვირველია, მაგრამ განსაკუთრებულად ძვირფასია ის, ვინც შექმნა გვირგვინად ყველაფრისა და ვისთვისაც შექმნა ეს ყველაფერი და ეს არის ადამიანი, რასაკვირველია. თვითონ შესაქმნის თანმიმდევრობა ცხადყოფს, როდესაც უფალი 6 დღის განმავლობაში ქმნის მთელ სამყაროს. ყველაფერი იქნება, ჩვენ ვიცით, რომ ეს 6 დღე რასაკვირველია პირობითია, იმიტომ რომ ეს არ იყო ერთი დღე დღევანდელი ასტრონომიული დღის გაგებით, არამედ ეს იყო რაღაცა გარკვეული დროის პერიოდი, რომელიც შეიძლება მოიცავდა 100, 1000, შეიძლება 100,000 და შეიძლება მილიონ წელსაც, რომელიც ჩვენ არ ვიცით. და ბოლოს უკვე სულ ბოლოს იქნება ადამიანი, როგორც გვირგვინი ამ ყველაფრისა და ეს თანმიმდევრობა თავისთავად უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ რასაც ბოლოს ქმნის ადამიანი, იმისთვის ქმნის დანარჩენს ყველაფერს. აი როგორც ჩვენ ვართ ხოლმე, ხო, მაგალითად ახლა ადამიანი, მამაკაცი, განსაკუთრებულად არ ოჯახდება მანამ, სანამ თქვათ რაღაც სამსახურს არ იშოვის, ბინას არ იყიდის, არ მოაწყობს, ასე შემდეგ და აი მერე უკვე იწყებს დაოჯახებაზე ფიქრს, იმიტომ რომ იცის, რომ ის მემკვიდრე, რომელსაც მე მას ღმერთი აჩუქებს, იმას გამზადებული უნდა დაახოდროს ყველაფერი. აი ესე იქცევა უფალიც ამ შემთხვევაში და ყველაფერს ქმნის და ამ ყველაფერში მე მინდა გითხრა და დავაზუსტო რომ იგულისხმება მთელი ხილული და უხილავი შესაქმე ღვთისა, რაც კი შექმნილი. ანუ ანგელოზები, მთავარანგელოზები, მთელი ზეციური დასი და ამას დამატებული ყველაფერი ის მიწიური, მატერიალური, რაც კი ღმერთმა შექმნა, ცა, ქვეყანა, პლანეტები, მერე დედამიწაზე არსებული ყველანაირი სახის სიცოცხლე, მთები, ოკეანეები, ყოველი სულთმული, მცენარე, ცხოველი, აბსოლუტურად ყოველი მათგანი ღვთისაგან არის შექმნილი და შექმნილი არის ადამიანისთვის და ადამიანი, როგორც წმინდა დიდი მამა ბასილი დიდი განმარტავს და გვეუბნება, შექმნილი არის როგორც გვირგვინი ქმნილებად, როგორც შესაქმნის გვირგვინი და ცხადია, რომ ის ვინც ყველაზე ბოლოს შექმნა და აი მიაქციეთ ყურადღება გიორგი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანზე არის ნათქვამი, ადამიანის შექმნის წინ ითქმის ესეთი რამე, რომ თქვა ღმერთმაო, შევქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდაო და როგორც წმინდა მამები განმარტავენ, ეს არის ერთ-ერთი პირველი მინიშნება ყოვლადწმინდა სამებაზე, იმიტომ რომ თითქოს მრავლობითში საუბრობენ ყოვლადწმინდა სამების წევრები ერთმანეთში. მამა, დედასული, წმინდა ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა. მანამდე ძალიან მარტივად ხდება ყველაფრის შექმნა. თქვა ღმერთმა და იქმნა ნათელი, თქვა ღმერთმა და აღმოაცენა მიწა მცენარე, თქვა ღმერთმა და გაჩნდა წყალში ყველანაირი სულთმული. ანუ ყველაფერი იქმნება მხოლოდ და მხოლოდ ერთი უფლის სიტყვით და როდესაც უკვე ადამიანის შესაქმნეზეა საუბარი,
აქ უკვე უძღვის ყოვლადწმინდა სამების ერთგვარი, რა თქმა უნდა, ეხა ეს ძალიან ისეთი პირობითი სიტყვა ამ შემთხვევაში ბჭობა. ქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენთან. ამას მერე შემდეგ მოყვება ის, რომ უფალი თიხისაგან მიწის მტვერისაგან, როგორც მამები გვეუბნებიან, მოზელს მამაკაცს, ადამიანს, ადამს და შთაბერავს მერე მას სულს. ანუ ხედავთ, რამდენი რამე უძღვის წინ ადამიანის შექმნას, იმიტომ რომ ამითიც მიგვანიშნებს ჩვენ წმინდა წერილი, რომ ადამიანი განსაკუთრებული მოვლენაა, რომელზეც ერთადერთი მხოლოდ მასზეა ნათქვამი, რომ არის შექმნილი ხატად და მსგავსად ღვთისა. და მისთვის არის შექმნილი ყოველივე, რაც კი მანამდე შეიქმნა. იგი შეიქმნა მეუფედ მთელი ღვთის მიერ შექმნილი შემოქმედებისა. ღმერთის მსგავსად ჩვენ აი ვერც კი ვიაზრებთ ხშირ შემთხვევაში ეს რამხელა პატივია, რამხელა ღირსება ადამიანისათვის და ხშირად მახსენდება ხოლმე ეს სიტყვები, როცა უფალი ამბობს, რომ დავით წინასწარმეტყველის პირით კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო, ბაძვი და იგი პირუთხდა უგუნურთ ადამიანს გავსამად. საშინელი სიტყვებია თუ დავფიქრდებით ჩემო კარგებო, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ადამიანს იმხელა პატივი ქონდეს განკუთვნილი ღვთისაგან, რომ ღვთის ხატად და მსგავსად ღვთის თანამეუფედ იყოს შექმნილი და ამ დროს ის ცხოველურ ინსტინქტებამდე დაბლდებოდეს და მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდეს, მიწის იქით ვერაფერს ხედავდეს, ზეცაში თვალების აპრობა არ შეეძლოს და არ შეეძლოს განცდა იმ პატივისა და იმ ღირსებისა, რომელიც მას ღმერთმა მიანიჭა ღვთისადმი მიესგავსებულობისა, აი ამ პატივისა. ცხადია, რომ ღმერთს ყველაზე მეტად ადამიანი უყვარს დაუბრუნდები ისევ შეკითხვას და რასაკვირველია მისთვის შეიქმნა ყველაფერი და თვითონ გამოხსნელი მსხვერპლიც უფლის ამას ხატყობს, რომ ღმერთმა წარმოიდგინეთ რამხელა რამე გააკეთა, რომ თავისი ქმნილების ბუნება შეიმოსა სრულად ცოდვის გარდა, ოღონდ რასაკვირველია და ბოლომდე მიიღო ადამიანური ბუნების ყველა სისუსტე და ადამიანის საკუთარი სისხლის ფასად გამოისყიდა იმ დაცემულობისაგან, რომელშიც ღმერთს არანაირი ბრალეულობა არ მიუძღოდა. მხოლოდ ადამიანის იყო ეს ბრალი და ეს სოდვა, მაგრამ ღმერთმა თავისი ჩვენთვის დაუტევნელი სიყვარულით აი ამ ხელა რამე გააკეთა, რომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო და გამოგვისყიდა თითოეული ჩვენთაგანი აი ამ ცოდვებისაგან, აი ამ დაცემული მდგომ ჩვენ შექმნა ყველაფერი მოგვანიჭა აბსოლუტურად ყველა პატივი, ჩვენ მერე ჩვენი უგუნურებით ეს ყველაფერი დავთმენ და დავკარგეთ. ვეღარ დავიბრუნეთ მერე ჩვენი უსუსურობის გამო და ისევ ღმერთმა თავისი უსაზღვრო და გამოუთქმელი კაცმოყვარებით ეს ყველაფერი ისევ ხელახლა დაგვიბრუნა. ალბათ ეს ყოველივე გიორგი რაც ახლა თქვი უკვე თავისთავად ცხადყოფს და მოწმობს იმ სიყვარულზე, რაც ღმერთს გააჩნია თავისი უზენაესი ქმნილების ადამიანის მიმართ. იმიტომ რომ მისთვის შექმნა და როგორც პავლე მოციქული გვეუბნება, ჩვენ ღმერთებათა ვართო შექმნილი უფლის მიერ, რომ თანამეუფენი უნდა ვიყოთო მასთან ერთად. აც შვილნი ღვთისანი ვართო და შემდეგ რა იქნება უკვე, ანუ წარმოიდგინეთ ჯერ ღვთის შვილობა რამხელა პატივი და ღირსებაა, რომელიც ადამიანის გონებაში არ ეტევოდა. მერე რა იქნებაო, ისევ არ ვიცითო და იმასო ადამიანის გონებაო ვერ დაიტევსო, ადამიანის თვალს არ უნახავსო და ყურსასმენიაო, იმხელა ნეტარება და იმხელა სიხარული ელოდებაო ადამიანსო და ასე რომ აი ღვთის უსაყვარლესი და უძვირფასესი ქმნილება არის ადამიანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერიფერებს ამ სიყვარულს და კარგავს. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამაო. ესეთი კაი ახსნისათვის. მამაო, მაინტერესებდა კიდე ეს მომენტი, რომ რამდენად ჩვენ აი სხვა ადამიანში უნდა დავინახოთ ღმერთი და რამდენად აი თვითონ ადამიანმაც იცით როგორ არის ხოლმე ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს აი ხატება ღვთისა და ყველაფერი დაკარგული აქვს და იმ ადამიანში აი რამდენად ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ დავინახოთ ღმერთი, იმიტომ რომ შეხედა, ხო აი სრულიად შეიძლება მარტო ეს ბოროტი და რაღაც ისეთი ძალა დაინახო, ისეთი ადამიანები არსებობენ, ხო? და ისეთი დაცემულები და აი მართლა რომ ღმერთი რომ მიატოვესო და რომ არც უნდათ იქითკენ გახედვაო, ხო, 60-ისკენო, ეგეთი ადამიანებიც არსებობენ სამწუხაროდ, ხო? და ცოდვის გამო, რა თქმა უნდა და მე წუხარ ამისთვის, ეხლა ამას სიხარულით კი არ ვამბობ, მაგრამ აი ჩვენ რამდენად უნდა ვეცადოთ, მამო, აი ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოძღვრის, აი სხვა მოძღვრები ზოგი მეუნებიან მაგალითად, რომ აი ეს ადამიანს განეშორე, იმასთან ურთიერთობა არ ქონდეს, ის სექტაშია სიტყვაზე, ზოგი მეუნება პირიქით, რომ აი იცი რა არის შენ უნდა აჩვენო შენ ქრისტეს ხატება, აი ჩვენი მართლმადიდებლობა რა კაია, შენ მოიქეცი კარგად და მე ის აქეთკე უნდა წამოიყვან, მაგრამ მეორე რომ მეუნება რომ არ ურთიერთო სიტყვაზე შენ სუსტი ხარ რაღაცა და
იქითკენ არ გძლიონ სიტყვაზე ან რაღაც აი ჩვენ რამდენად მამოი როგორ უნდა მოიქცეთ იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არის რომ ცხვირს ყოფს ხოლმე მათ საქმეში და მე ძალიან ცუდად იტეხავს ხოლმე ეს ხიბლის ამბავია ნუ ერის კაცებზე მაქვს ძირითადად ლაპარაკი და აი როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს მაქსიმუმ აი ამ ღვთის ხატება დაკარგულ ადამიანებთან ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გიორგი ამ შეკითხვისთვის ეს არის უაღრესად აქტუალური შეკითხვა და რატომ? მადლობა იმიტომ რომ პირველი სკოლისა დავიწყოთ იქიდან რაც შეეხება ღვთის ხატებას ადამიანში. წმინდა მამები ესეც საოცარ შედარებას აკეთებენ რომ აი როგორც მარგალიტი ძვირფასი ქვაო ტალახში ან სიბინძურეში რო იყოს ამოვლებულიო ისო შეიძლება ტალახიანიაო და გასრულიაო თქვა შეიძლება საქონლის ნაკელში ან განავალში მაგრამ ის მაინც ძვირფასი ქვა არისო უბრალოდ ის დაფარულიაო და გარედან უკვე უხილავიაო ის ხატებაო რომელიც და ეს შედარებას აკეთებენ ადამიანზე რომ შეიძლება ადამიანი ძალიან ბევრი ცოდვით იყოს შესვარული ძალიან ბევრი ცოდვით იყოს დამძიმებული მაგრამ რაც შეეხება ღვთის ხატებას ის მასში წარუშლელია წარმოუდგენელია რომ ადამიანში ღვთის ხატება წარიშალოს სანამ ის ამ ქვეყანაზეა და ცოცხალია ეს რატომ მინდა თქვა და რატომ მინდა ამას გაუსვა ხაზი იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი სწორედ ჩვენი სიყვარულის ნაკლებობა ადამიანების მიმართ განპირობებულია იმითი რომ ჩვენ მათ თითქოს რაღაცა მეორეხარისხოვან ადამიანებად აღვიქვამთ და თითქოს აი მართლაც ესეთი განცდა გვეუფლება ხშირ შემთხვევაში რომ თითქოს მათში უკვე ღვთის ხატება აღარ არის რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ღვთის ხატად და მსგავსად არიან შექმნილი და თქვა თითქოს და არსებობენ ადამიანები რომლებიც არ არიან ეს ასე არ არის ეს არის ეშმაკის ერთ-ერთი დიდი ტყუილი და სინამდვილეში ყოველი ადამიანი არის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი. მოდი აქაც განმარტოთ და დავაკონკრეტოთ. ღვთის ხატება ყოველ ადამიანში მოცემულია. რაც შეეხება მსგავსებას, მსგავსება ეს არის უკვე დავალება ღვთისაგან. ღვთის ხატების გამოყენებით, ანუ რაში გამოიხატება ღვთის ხატება? იმაში, რომ ადამიანი არის უკვდავი, მას გააჩნია უკვდავი სული, მას გააჩნია აზროვნების უნარი თავისუფალი არჩევანი, ანუ მას შეუძლია აირჩიოს კეთილსა და ბოროტს შორის სიყვარულის უნარი. ეს არის ღვთის ხატება, შემოქმედებითობის უნარი. ანუ შემოქმედისადმი მიმსგავსების ყველა საშუალება და ყველანაირი იარაღი და პოტენცია სრულად გააჩნია მას. მაგრამ რაც შეეხება მიმსგავსებას, ახლა თქვენს დამთანხმებით და ახლა ყველას ბევრი გვინახავს ძალიან ადამიანი, რომელიც სულაც არ ცდილობს, რომ თქვა ღმერთს მიემსგავსოს და პირიქით აგერ წინა შეკითხვის პასუხად ვამბობდი, რომ ცხოველებს ემსგავსება და პირუთყვეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რასაკვირველია იმას, რომ ის იმისთვის არის შექმნილი ცხოველს მიემსგავსოს. ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მკვეთრად ინდივიდუალურობისა, შექმნილი არის ერთი და იგივე დანიშნულებით და ერთი და იგივე მიზნით შემოქმედისაგან, რომ მან თავისი უსაზღვრო საუკუნო ნეტარება დაიმკვიდროს მხოლოდ და მხოლოდ მისთვის ცნობილი სახით, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი მკვეთრად უნიკალურია და ყველას თავისი წილი გზა აქვს ღმერთთან მისასვლელი. თუმცა საბოლოო წერტილი და საბოლოო მიზანი, სადაც ყველანი უნდა შევიკრიბოთ ერთია, ჩვენ უფალი გვიხმობს თავისთან თავის ზეციურ სამყოფელში და ჩვენს ისტორიულ სამშობლოში, რომელიც ჩვენი უდიერებით დავკარგეთ. აქედან გამომდინარე, ყოველი ადამიანი შექმნილი არის ღვთის ხატად და ღვთის მსგავსებისათვის. მხოლოდ ხშირად ჩვენი უგუნურებით ამ ხატებას ჩქმალავთ, სვრით, რყვნით, უგულებელ ვყოფთ. მაგრამ რაც არ უნდა უგულებელყოს ადამიანმა ეს თავისი უდიდესი საჩუქარი ღვთისაგან ბუძებული, ის წარუშლელია მასში, წარმოუდგენელია რომ ის წარიშალოს, იმიტომ რომ ის ადამიანია, ის ღვთის მიერ არის შექმნილი და სანამ ამ ქვეყანაზე ცოცხლობს, მასში წარუშლელად გიეს ღვთის ხატება. აქედან გამომდინარე ალბათ უპრიანი იქნება რომ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე თუ რამხელა პასუხისგებლობაა ყოველი ადამიანისათვის. ეს რო ჩვენ ახლა ხშირად გვჩვევია სირაკლემას პოზიცია რომ თავს ჩავარგავთ მიწაში და გონია რომ ვემალებით გონია ღმერთს ვემალებით საკუთარ თავს ვატყუებთ ვემალებით ხშირ შემთხვევაში მაგრამ ჩვენ მაინც ისე განვიკითხებით როგორც ადამიანები როგორც ღვთის ხატნი რომელსაც უდიდესი პასუხისგებლობა აქვს ცხოველს არ მოსთხოვს ღმერთი არაფერს მაგრამ ჩვენ როგორც ღვთის ხატს რომელსაც არჩევანის უნარი მოგვანიჭა და უფლება და შეგვიძლია რომ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან და სწორი არჩევანი გავაკეთოთ აუცილებლად მოგთხოვს
აი იმ ზრუნველობაზე პასუხს, რომელიც მისგან მივიღეთ, ყოველი სწორ მინიშნებაზე, როდესაც ჩვენ მიგვანიშნებდა უფალი სიკეთისკენ და ჩვენ არ გადავდგით იმ მიმართულებით ნაბიჯი რა საკვირველია, ჩვენ ამაზე ყველაფერს პასუხი მოგვითხოვება. რაც შეეხება სიყვარულს, დაუბრუნდათ ისევ შეკითხვა შორს რო წავიდე, ვაი როგორი დამოკიდებულება უნდა ვიქონიოთ, რა საკვირველია, ყოველივე აქედან გამომდინარე, რაც ახლა მე ვთქვი. თუ ადამიანს, ქრისტიანს მით უმეტეს თუ კი ახსოვს, რომ ყოველი ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი, რაც არ უნდა დაცემული იყოს, რაც არ უნდა უკიდურესობამდე იყოს დაცემული ეს ადამიანი, ჩვენ თუ გვახსოვს, რომ ის ღვთის ხატად არის შექმნილი და ღმერთს, აი ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა რასაც ვიტყვი, რომ თუ გვახსოვს, რომ ღმერთს ის ადამიანი ზუსტად ისევე უყვარს, როგორც ჩვენ უყვარვართ, აი ეს არის უნიშნელოვანესი რამ, რასაც ახლა ვამბობ. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვავიწყდება, იმიტომ რომ ჩვენ სუბიექტურნი ვართ საკუთარი თავის შეფასებისას და სხვის შეფასებისას. შესაბამისად, ახლა ჩვენ თითოეულ ჩვენთაგან ჩვენი თავი ძალიან გვიყვარს და აქედან გამომდინარე გგონია გულის სიღრმეში, რომ ღმერთსაც ჩვენ რაღაცა გაუმორჩეულად უყვარვართ. და აი ეს არის სწორედ სიმცდარე. ეს არის ადამიანის ამპარტავნებაზე აღმოცენებული მცდარი აზრი, როდესაც ადამიანი გაივლებს თავში, რომ თქვა ყველაზე მეტად შეიძლება ღმერთს ის უყვარს. შეიძლება ყველაზე მეტად არა, მაგრამ რაღაც გამორჩეულად, რაღაცა ისე. არ არის ასე ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ნამდვილად აი სწორედ ეს არის სიყვარულის საიდუმლო და ქრისტიანობის ერთ-ერთი გასაღები მოყვასი სიყვარულისადმი, როდესაც შენ გაიაზრებ, რომ ყოველი ადამიანი, რაც არ უნდა დაცემულს, მიწაზე დაგდებულს, საკუთარ შარდში ამოსრულს უყურებდე ადამიანს, უნდა გახსოვდეს, რომ ღვთისაგან ისიც ისევე ხატად და მსგავსებისაებრ არის შექმნილი, როგორც შენ შექმნა. თუ შენ ეს არ დაგავიწყდა, თუ შენ აი მერთობლიობის განცდა გაქვს, რომ ყოველი ადამიანი შენ და არის და შენი ძმა არის, თუ შენ ეს გახსოვს, მაშინ ეს სიყვარული არ დაგეკარგება და აუცილებლად შეიძლება აღასრულო ის უმთავრესი მცნება, რასაც ქვია გიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე რთული. მე თავიდან ეს ადრეც მიხსენებია, რომ ყველაზე იოლად მეჩვენებოდა ხოლმე, როდესაც უფალი ამბობს, რომ იმ ჭაბუკის შეკითხვაზე, რომელია მთავარი მცნებებია, ორი მცნებაა ყველაზე მთავარი უფალი პასუხობს. ერთიო, რომ გიყვარდეს შენი შემოქმედი, შენი უფალი მთელი არსებითო, მთელი გონებით, სულით, გულით, თუ რაც გაგაჩნიაო და მეორე მსგავსი ამისი შეიყვარო მოყვასი, როგორც საკუთარი თავი გიყვარს. ეს ძალიან იოლი მეჩვენებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში რომ დავფიქრდი, გავაანალიზე, რომ ყველაზე რთული სწორედ ეს ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენს თავს ყველაფერს პატიობთ. ჩვენ უაღრესად და უკიდურესად დიდსულოვანი ვართ საკუთარი თავის მიმართ. ერთი წამიც კი არ გვჭირდება, რომ რაღაცა თუნდაც ძალიან მძიმე ცოდვა ვაპატიოთ ჩვენს თავს, ისევე გვემეტება მე საკუთარი თავისათვის ყველანაირი კომფორტი, ყველანაირი სიკეთე, გემრიელი საჭმელი, სასმელი, კაი დასვენება, ასე შემდეგ რა. მიუხედავად ჩვენი ცოდვისა, რომელიც ჩვენზე უკეთ არავინ იცის. და სამწუხაროდ ჩვენ და თან გავამახვილებ ყურადღებას ერთ მომენტზე, რომ ჩვენ მზათავად საკუთარ თავს უთბინოთ სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე. არ გვბეზრდება ეს მოთბინება. რატომღაც ესე არა ვარ სხვის მიმართ. და აი ეს არის სწორედ საშინელება და აი აქ არის გასაღები სიყვარულისა, მოყვასისადმი, რომ შენ თუ შეგიძლია გაიაზრო, რომ ისიც ისეთივე, ზუსტად ისეთივე სიყვარულით არის შექმნილი ღვთისაგან, უფლის ხატად და მსგავსად, როგორც შენ შექმნა უფალმა, აი ეს თუ გახსოვს და თუ გაიაზრე, რომ ისიც შენი სულიერი ძმა არის ღვთის წინაშე, ქრისტეს მიერი ძმა არის, ხო? მაშინ აუცილებლად შეეცდები, რომ მოუხმო შენს თავში ამ სიყვარულს. და აი ამიტომაც არის, რომ არავინ არ უნდა განვიკითხო ჩვენ, იმიტომ რომ შეიძლება დღეს უაღრესად დაცემული ადამიანი ხვალ ისე წამოდგეს და ისე გაიმართოს ბეჭებში სულიერად, რომ ჩვენ რო გონია, რომ გარანტირებული გვაქვს სასუფეველი, ჩვენ აღმოჩნდეთ მიღმა და ის ადამიანი შევიდეს სასუფეველში. აი ამიტომაც არის, რომ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ განკითხვას, მით უმეტეს ახლა აგერ დიდი მარხვა იწყება და ეს მარხვის ასე ვთქვათ, ლეიტმოტივია მთელი მარხვის განმავლობაში, რომ მომანიჭე უფალო განცდა იცოდოთა ჩემთა და არა განკითხვაც მისე ჩემისა. დიახ, მადლობა მომო. თუმცა მე მგონია ამასთან დაკავშირებით, რომ აი განკითხვით ისეთი ადამიანები არიან მამაო და იმ სხვა ადამიანებს ისეთი ადამიანები უზიან. აი უზიან ისეთ რაღაც ჟარგონულად ვიხმარ ამას, რომ რომელსაც უნდა რომ თავის ცოდვა სადღაც მიჩქმალოს. და აი მაგალითად მე რო ვარ სიტყვაზე რაღაცა
ცოდვის პატრონი მირჩევნია და მიხარია ის, რომ სიტყვაზე ვიღაცას გამოვავლენ ჩემზე დიდი ცოდვით და აი თიც გავიშვე, რომ იმისკენ იყოს ყურადღება, რომ ჩემი ცოდვა მიიმალოს. და არ გამოჩნდება. სამწუხაროდ დღეს საქართველოში და საერთოდ ადამიანებს ახასიათებთ ეს მომენტი, მამაო, რომ აი თუ ვინმეს რამე შეემთხვა, დაუშავდა რაღაცა, ხო პირველ რიგში ეს წინ წამოწინონ. ну აი რაღაცა არ ვიცი, ჭორაობა თუ რა დავარქვა, არ ვიცი, ამას იმის სახით წინ წამოწინო, რომ თვითონ იმ ჩდილის უკან დაიმალონ, მამაო და ამდენად და რატომ არის ესეთი ეგოისტი, მამაო, ადამიანი, იმიტომ რომ ღმერთმა ჩვენ როგორიც შეგვქმნა და როგორიც მას უნდა რომ გვიხილოს და როგორცაც თვითონ გხედავს, ხო? სულ არა ვართ ისეთები ჩვენი საქციელით, ხო? ჩვენ პირიქით სხვანაირები ვართ და როგორც მას უნდა, ეხლა რა ვიცი, ზოგიერთი დედას უჯერებს და ღმერთს როგორც უნდა, ისე არ იქცევა სიტყვაზე და დედას თუ უჯერებს, კაი ადამიანო, ხო, სიტყვაზე და მამას და მშობელს, ხო, ღმერთს როგორ არ მშობლის, მშობელს როგორ არ უნდა დაუჯეროს, ეგ მიკვირს ხოლმე მამაო და რატომ ხდება მამაო, აი ესე რომ სიტყვაზე აწყობთ ხოლმე ეს მომენტი, რომ აი ვიღაცა თუნდაც ღვთისშვილი არ დაინახო როგორც ღვთისშვილად და უბრალოდ რაღაცა აი ამათვის არაფერს არ წარმოადგენდეს და გამოაჭენო და იმის უკან თვითონ გონიათ რომ რაღაც თბილად იცხოვრებენ. კი, ეს სწორედ ის თავის მოტყუებაა, რაზეც საუბრობთ, ფაქტურად გაგრძელება იმ თემის, რაზეც საუბრობთ, გიორგი, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად სიყვარულის დეფიციტის ბრალი, როდესაც ჩვენ საკუთარი თავი გვიყურს, აი არსებობს ორგვარი სიყვარული, არსებობს ესე ფიზიკაშიც გვისწავლია, ხო, ყველას რა ცენტრისკენული და ცენტრიდანული ძალები, ხო? ანუ ჩვენ ხშირად ვართ ზუსტად ცენტრისკენულები, იმიტომ რომ საკუთარი თავისკენ ვართ მიმართული და საკუთარი აი ჩვენ გონია რომ ჩვენ ვართ დედამიწის ღერძი, ცენტრი მთელი სამყაროსი და ყველა ვალდებულია ჩვენს მიმართ და ყველას უნდა უყვარდეთ ჩვენ, ყველა უნდა პატივისცემდეს ჩვენ, რატომღაც და ჩვენ არავის არ უნდა პატივისცემდეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში იმდენად რამდენად იმსახურებენ, ესე ვამბობთ ხოლმე ჩვენ და ესე ვთვლით. და რატომღაც ჩვენ რომ დაუმსახურებლად ვიღებთ ღვთისსიყვარულს, ამაზე არ ვფიქრობთ. და ხშირ შემთხვევაში ზუსტად ადამიანს თავისი აპარტამენტებიდან გამომდინარე გონია, ცრუდ გონია, რომ ღმერთის სიყვარულს და ყველა იმ სიყვარულს და სითბოს და იმ ყველაფერს, რასაც იღებს ის ადამიანებისაგან, იქნება თუ ღვთისაგან, იმსახურებს. არ არის ეს ასე, ეს არის ზუსტად დამახინჯებული ხედვა საკუთარი თავისა, იმიტომ რომ შენ თუ საკუთარ ცოდვებს განიცდის, შენ თუ წმინდანები ამბობენ, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ ცოდვებს განიცდის და საკუთარი ცოდვების განკიქებით არის დაკავებული, შეუძლებელია რომ მას დრო და ხალისი დარჩეს ხვის ცოდვის განკითხვისა. წარმოუდგენელია და აი შეიძლება სამუდე გიორგი რომ როცა ადამიანი ცდილობს რომ ამოეფაროს ხვის ცოდვას, ანუ საერთოდ ადამიანის ტენდენცია აქვს ესეთი რა, რომ ყოველთვის ეძებოს თავზე უარესი. და იმით მერე სინდისი დაამშვიდოს და თავი გაიმართლოს, რომ აი ის ხო ჩემზე უარესი და მე ხო მასზე ბევრად უკეთესი ვარ. მოდი ჯერ ის დამეწიოს მე და მე განვითარდები მე და ეს არის ზარმაცი ადამიანის პოზიცია, სულიერად რომელსაც ეშმაკი ატყუებს რეალურად. და რომელმაც გადაწყვიტა რომ მოდი ხარ რაღაც ჩემს რაღაცა სულიერ ღვაწლში შესვენებას გავაკეთებ და აი ამ შესვენებას ელოდება სწორედ ეშმაკი რა რომ გამონადგურებელი დარტყმა მოგაყენოს და დასვენება სულიერ ბრძოლაში და სულიერ განვითარებაში არ არსებობს დასვენება უკან დახევის ტოლფასია. აქედან გამომდინარე ადამიანი რომელსაც სურს რომ სულიერად წინ წავიდეს ყოველთვის უნდა ეძებდეს თავისზე უკეთეს ადამიანს სულიერად რომ მას ესწრაფოდეს რომ კეთილი საღვთო შურით იყოს ანთებული რომ აი როგორც ის არის წარმატებული სულიერად თვითონაც ისე წარემატოს და დაეწიოს მას. იმიტომ რომ ამისკენ პავლე მოციქული მოგვიწოდებს კიდევაც რომ სიკეთეში შეეჯიბრებთ ერთმანეთსო. ღვთის სიყვარულში შეეჯიბრებთ ერთმანეთსო. მაგალითიც მოყავს ესეთი რა რომ როდესაცო სირბილში ეჯიბრებიან ერთმანეთსო ყველა დარბისო, მაგრამ გვირგვინს ერთი იღებსო. და ამიტომ შენი მიზანიო სირბილისათვის კი არ უნდა იყოსო, არამედ სირბილი იმისთვის უნდა იყოს, რომ გაიმარჯვო და გვირგვინი დაგადგან თავზე. აქედან გამომდინარე, ხა ადამიანი უნდა ესწრაფოდეს მარადიულად, სულიერად თავის წინსვლას, თავის განვითარებას და არა პირიქით იყოს, რომ თქვა, უყურებდეს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მასზე უკან არიან და მასზე უფრო ნაკლებნი არიან სულიერად, რომ იმითი თითქოს მე საკუთარი სინდისი დაიმშვიდოს, რომ აი მე ხომ ბევრ ადამიანს ჯობი ვარ. ესეც განკითხვის ერთ-ერთი სახეობაა, სწორედ, როცა შენ სხვაში ცოდვებს იუველირული სიზუსტით ხედავ და საკუთარ მორებს ვერ განიცდი საკუთარ თვალში და საკუთარ სულში და არ გაწუხებს აბსოლუტურად ძალიან კომფორტულად გზნობ თავს საკუთარ ცოდვებთან. იმიტომ რომ ხედავ რომ სხვები შენზე უარესები არიან. და ესე ვერასოდეს ვერ გაიზრდები სულიერად, რაც დრო გავა, უფრო და უფრო უკან წახვა. და ესე ეშმაკი მოგატყუებს და მოტყუებულს გამყოფებს ესე ცრუ თვითკმაყოფილებაში,
და საბოლოო ჯამში აღმოჩნდება მე რომ შენ თურმე ერთ ადგილზე გაყინულ ხარ, წინ ვეღარ მიდიხარ და იმ ადამიანებმა რომელსაც შენ განიკითხავდი და რომელიც გეგონა რომ აი იმისი ის არ იყოს კუს და კურდღელის იგავისა არ იყოს, ხო? რომ სირბილში რო ეჯიბრებიან და ეხლა კურდღელი ფიქრობს რომ ეხლა ამას მე 100-ჯერ გადავასწრებო რა და კუცავა გულმოდგინეთ და მიდის ნელა-ნელა ეხლა კურდღელი დასცინის ამას ხარავებს განიკითხავს ესე ქრისტიანულად რო ვთქვა, ხო? მაგრამ და გადაასწრებს, მე დაელოდება, მე სადაც გაიქცევა, ვიღაცებს მოინახულებს, წყალს დალევს, კომბოსტო შეჭამს, რაღაცას 100-ჯერ გადაასწრებს. და იფიქრებს, რომ არ აქცევს ყურადღებას აბსოლუტურად და თავის საქმეს აკეთებს, მიდის მშვიდად იმ ტემპით, რაც მას უფალმა განუკუთვნა. ეხლა რა ქნას, ეხლა არ არის კურდღელი, მეტი სიჩქარე მას არ აქვს, მეტი არ შეუძლიათ. თამდაბლად აკეთებს თავის საქმეს და მიდის ნელ-ნელა წინ, ღვთის იმედი და ღვთის სიყვარული. და საბოლოო ჯამში სწორედ ამ იგავშიც ესეა რა, რომ კურჩება გამარჯვებული და კურდღელს რო გონია რომ ყოველთვის გადაასწრებს, გვირგვინს იღებს სწორედ კუ. ხო და ეს ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ადამიანებთანაც. მიმართებაში რა თქმა უნდა იგავები ადამიანებისთვის არის დაწერილი და ალეგორიულად სწორედ ადამიანები ვიგულისხმებით რომ ჩვენს ხშირად ჩვენი ნიჭიერების იმედზე ვართ, ჩვენი ესეთ ცუდ ფორმას ვიხმარ კაი ტიპობის იმედზე ვართ, რომ ახლა ის ახლა ჩემთან სად მოვა. ხო? მაგრამ აი ჩვენ აი ესე ვისაც განვიკითხავ და ვისაც ეს ზემოდან უყურებთ იმ ფარისეველის არ იყოს რა მადლობა ღმერთო რომ არა ვარ როგორც სხვა კაცები მტაცებელია სრულ მემრუშევა აი თუნდაც როგორც ეს მეზვერეო ხელს გაიშვერს წარმოიდგინეთ რამდენად თავხედია რამდენად თავხე თითსაც კი გაი აი როგორც ეს მეზვერეო თან ღმერთს მიანიშნებს რა რომ თითქოს ღმერთი ვერ ხედავდეს ესეთი კი არა რომ აი მეო ესეულო ცულობო მარხულობო შაბათსაშინა ორგზისო ათეულს წირავ ყოველი ჩემი მონაგებიდანო და იმაზე მეც აკეთებდა ვიდრე მას ევალებოდა ჯულის მიერ მაგრამ რა გამართლა ის ამის გამო ზუსტად იმიტომ ვერ გამართლა რომ ის თავის თავს აჭარბებდა და თავისთავად კმაყოფილი იყო განდიდებული იყო ამ პარტავნებაში იმყოფებოდა და თან განიკითხავდა და მეორე ხარისხოვან ადამიანად მიეჭდა მეზვერე და ესეთი ადამიანი მიაქცია ყურადღება დარწმუნებული იყო ფარისეველი რომ მის მეზვერე აი მოდი ისე რომ შევხედოთ რომ გავაცოცხლოთ სახარების სიუჟეტი ხო რა თუნდა ეხლა ამას ლაპარაკი რომ გულის სიღრმეში ბოლომდე დარწ 1%-საც კი არ უშვებდა რომ ის ადამიანი ვერასოდეს ვერ გამართლებოდა ღვთის წინაშე და ეს ყოველთვის აჯობებდა იმას იმიტომ რომ თვითონ აი ესეთი კარგი ესეთი წინ წარსდგა როგორ ლოცულობდა როგორი სამაგალითო იყო და ვიღაც მეზვერე მტაცებელი სრულ მემრუშე დააბრალა ეს ყველაფერი მას იქნებ სულაც არ იყო ესეთი ან თუნდაც რომ ყოფილიყო ჩვენ ხომ არ ვიცით ადამიანის გული ჩვენ ხოლმე პირის სახეს ხედავთ ადამიანისას ვერთი კიდე სწორედ გულს ხედავს ამიტომაც არის რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა განვიკითხოთ აი განკითხვა აი მე ადრე მithქვამს ერთ ქადაგებაში ვახსენე კიდევაც რა რომ მოხდლობამდე რაღაც ამბიცია მქონდა რომ ადამიანებს ვიცნობდი მაგრამ ხდლად კურთხევის შემდეგ მე თავიდან ბოლომდე გადავაფასე ჩემი შეხედულება ადამიანებს ხშირად აღმოჩნდა აბსოლუტურად საპირისპირო ჩემი წარმოდგენა ანუ ის ადამიანები რომლებიც მე მეგონენ სამაგალითოები კარგები თამდაბლები, მოსიყვარულეები, როდესაც მე თქვათ მათი აღსარება მოვისმენე, ხო და მღვდელი ვარ, ხასობით აღსარებას ვისმენ. აღმოჩნდა რომ სულ სხვა რამე ხდება მათ სულში. მათ სულში სუფევს რაღაცა ისეთი საოცარი თვითკმაყოფილება აი საკუთარი თავით და ისეთ საოცარ ისეთ კარგად მორგებულ ნიღაბს ატარებენ, რომელიც აი ყველასათვის თითქოს და ისეთი მისაბაძია და კარგია და ამ დროს მათში ისეთი საშინელება ხდება, რომ აი ვაიმე საშინელება და ამ დროს ადამიანები რომლებიც აი თქვა ეხა განმიკითხავს ბევრჯერ განმიკითხავს და მithქვამს რომ აუ ეს ად არის და ეხა ეს როდის მიუწულიერებამდე როდის იქცნობს ღმერთს აღმოჩენილ აი ერისკაცულად რო შევხედოთ რომ თითქოს საერთო რო არაფერი არ აქვს უფალთან რწმენასთან სიმდაბლესთან გაუცდები ისეთი საოცარი სიმდაბლე აღმომიჩენია და უბრალოება ესეთ ადამიანებში რომ ღმერთისთვის მადლობა გადამიხდია აი გულწრფელად გეუბნები რა ღმერთისთვის მადლობა გადამიხდია რომ გამომიგზავნა ესეთი ადამიანი ჩემთვის სასწავლებლად რომ მე სიმდაბლე მესწავლა აი სწორედ ისეთი ადამიანი რომელიც მე განმეკითხავს ამიტომაც არის რომ აი ერთ-ერთი უსაიდო ამის შემდეგ ვცდილობ აი როგორც ცეცხლს ისე გავექცე განკითხვას რა იმდენად საშინელი ცოდვაა და ჩვენ ესე საყოუპურო ცოდვად მიგვაჩნია რა და ამ დროს არის უსაშინელესი ცოდვა უფალი პირდაპირ გვეუბნება ნუ განეკითხავ
თორე რასაც უმიტად შენ სხვას განიკითხავ, იმისას უმეტ მე შენ განიკითხავს ღმერთიო და ხარ რომ მაგისთვის მზათო? ჩაიხედე შენს გულში. მამაო ჩვენში ესე არ გვასწავლის უფალი რომ მოგვიტევენ თანანადევნი ჩვენი, როგორც ჩვენ მიუტევებთ ჩვენს თანამდებებს და შენ თუ არ შეგიძლია მისთვის მიტევება, შენ თუ მისთვის სიყვარული არ შეგიძლია, ლოცვა არ შეგიძლია, შენ თუ მას განიკითხავ და მეორე ხარისხოვან ადამიანად მიიჩნევ, რომელიც შენამდე ვერასოდეს ვერ მოვა, როგორ შეძლებ შენ ღვთის წინაშე გამართლებას? და იოანე ოქროპირის სიტყვის გავიხსენებ ისევ რომ სამი რამე გაგვიკვირდება სასუფეველში თუ მოუხდითო. ნახავთ იმათო, ვისაც არ ველოდითო. ვერ ვნახავთ იმას, ვისაც დარწმუნებული ვიყავით რომ შევხვდებოდით. და მე ჩვენ როგორ მოხდით აქ ეს გაგვიკვირდებოდა და აი ამაზე ალბათ ხშირად უნდა ვიფიქროთ ხოლმე თითოეულმა ჩვენთაგან. დიახ, დიდი მადლობა მამაო ესეთი ლამაზი საუბრისათვის მართლაც და მამაო მეორე საკითხი გამახსენა კიდე ამასთან დაკავშირებით ძალიან ხშირად არის ხოლმე რა იმ მომაბეზრებლად ადამიანს აი ვერ შეაქებ შექებაზეც არ არის იმდენად ვერ დაელაპარაკები ნორმალურად რომ ზოგიერთი ადამიანის მომაბეზრებლად დაიწყებს რომ აი ყველაზე ცოდვილი ვარ და ეს გამოაქვს აშკარაოზე და ჩემზე ცოდვილი და რას ამოვქვა არ დაგორავ ჩემზე ცოდვილი და აი შეიძლება შეგაწუხოს ამ იმით მამაო იმდენს გელაპარაკება და რატომ აი ეს რო უყვართ ხო ამას რო აი პირველი მე არ ვიცი ხა რომელიც ცოდვა არის ხიბლზე მეტი ხო ხიბლი ადენინებს ყველაფერს ეს ხო ხიბლის ამბავია რომ ვითომ აი გასაკვირველია ფარული სიმდაბლის უკა აი სიმდაბლის უკა რო ფარული ხიბლი იმალება ეგ მომენტი ლინდება რა აქ და მამაო აი რა როგორ შეიძლება რომ აი რა შეიძლება რომ მოუწოდოთ ამ ადამიანებს რომ რა უნდა ქნა აი თავის სიმდაბლე თავისთვის შეინახონ თუ პირიქით აი სასიამოვნოა რომ მე სამაგალითოდ მეუნება და მე წავალ და ვიფიქრებ დედა რა თავდაბალი ქალბატონია სიტყვაზე ან რა თავდაბალი ის არის რა ქვია ადამიანი გასაგებია ეს არის ყველაზე რთული ფორმა ამპარტავნებისა გიორგი რასაც მინდა მოვიძახიან თავდაბლობით ამპარტავნებას რატოა ყველაზე რთული იცი რომ ყველაზე ძნელია ესე დროს მიახვედრო ადამიანს რომ ის ცდება და ცოდვაში და წმინდა მამები მახსოვს ანტონი დიდთან მაქვს თუ არ ვწდები წაკითხული რომ ტირის ესეთ ადამიანს რა ეშველებაო ეს ადამიანსო რა უშველისო ვინ უშველისო მასო მხოლოდ ღმერთის სასწაული თუ გადაარჩენსო და უშველისო და ნუ ამასაც ისე თეორიულად უშვებს რა ანტონი დიდი თორე რეალურად რომ შეხედოს ხო ფაქტიურად გამოსავალი არ არსებობს და რატომ იმიტომ რომ ესეთი ადამიანები შინაგანად აი ამ გარეგნული მოჩვენებითი თავდაბლობის მიღმა იმხელა ამპარტავნებას მალავენ რომ მათთვის აი და ყველაზე საშიში რაც არის რა მე რასაც დავკვირვები ვარ ჩემ გამოცდილებით რასაც ვაკვირდები და წმინდა მამებისგანაც რაც მაქვს წაკითხული და მოსმენილი რომ ყველაზე რთული არის, როდესაც ადამიანისთვის უკვე ავტორიტეტი აღარ არსებობს და მასზე და მის საკუთარ აზრზე მეტად ის არავის აღარ უსმენს და აღარ აფასებს. აი ეს არის ყველაზე საშინელება. და ეს მდგომარეობა, რაც ახლა შენი საუბრო და რაც შეკითხვა არის დასმული, ხო, სწორედ არის განწირული აი ამ მდგომარეობის. ანუ ახლა მე ვსაუბრობ ყველაზე უკიდურეს ფორმაზე აი ამ მდგომარეობის. ანუ ხიბლის ყველაზე უკიდურესი მდგომარეობა არის ეს. აი ხიბლის მართალი ბრძანა შენ რომ ნამდვილად ხიბლი ყველაზე ცუდი და ყველაზე ვერაგი მდგომარეობაა და ცოდვა ადამიანისა რა ამას ჯობია და აი ამაზე გამახსენდა ერთი მაგალითი როდესაც ერთი ბერი ამპარტავნებაში იყო ძალიან და საკუთარით აი ზუსტად ხიბლში იყო რა ხიბლის მდგომარეობის დანახვა და დაფიქსირება ყველაზე რთულია და ყველაზე დიდი ხიბლია თან კი ბატონო და გითხრა და თითქოს ესეთი ის არის გადმოცემა არის და ნუ პატერიკში არის მოთხრობილი ესეთი რამე რომ კრება ეშმაკთა სადაც ეშმაკები თავს იწონებენ ასე თქვა თავიანთი საქმეებით მოკლედ რა ვინ რომელი ადამიანი აცდუნა და რა ცოდვაში ჩააგდო და რა გააკეთა და გამოდის ჯერ ეს ხიბლის ეშმაკი და ამბობს რომ აიო მეო ეს ადამიანია ესე ამდენი წელია ესე ხიბლში მყავსო და ეს და შემდეგ გამოდის, ნუ რაღაც ახლა ბევრი გამოდიან, მაგრამ ნუ ხამ შემთხვევაში რაც არის მნიშვნელოვანი საყურადღებო. მოდის მე სიძვის ეშმაკი და ამბობს რომ აიო მეო ეს ბერიო. ამას ეუბნება, ვინც უთხრა რომ აი ეს ხიბლში ვისაც ყავდა. დღესო სიძვის სოდოში ჩავაგდებო რა. ხო და
გაგიჟდა ის ამ პარტაუნების და ხიბლის ეშმაკი და ეჩხუბა მე ამ სიძვის ეშმაკს რომ შეუგუნურო უთხრა მე ამ ადამიანსო წლების განმავლობაში ისე უყავდიო რომ ცხოვრებაში აზე ვერ მოვიდოდაო იმიტომ რომ იმდენად იყო თავისთავად მოხიბლულიო და იმდენად თან ყველა აქებდა და დიდებდაო რომ იზო ვერასოდეს ვერ გამოერკვეოდა იმ მდგომარეობიდან და შენ რა გააკეთებ ახლა იციო რომ ხო შენ ხელ შესახებით სოდვა ჩაადენინეო მასო სიძვის სოდვაში ჩავარდაო და აქედანო ისო ახლა აუცილებლად სინამდვილეში ჩავარდება და იმ ხიბლის მდგომარეობასაც დაინახავსო იმიტომ რომ ხომ შეუძლებელია რომ ახლა მართლა ისეთი რო ყოფილიყო როგორიც თავი ეგონა ეს არ დაემართებოდა ხო და ანუ მიხვდება რომ მოტყუდაო რა საკვირველია ეს არის ყველაზე ძიმე მდგომარეობა რაც შეეხება ხიბლს და აქედან გამორკვევა ადამიანის ურთულესია ეხლა ჩვენ რა უნდა მოუწოდოთ ეხლა როგორ გითხრა ჩვენ ალბათ საკუთარ თავს უნდა მოუწოდოთ რომ ვიყოთ მოსიყვარულეები დამთმობები გულისხმიერები ყოველი ადამიანის მიმართ და ჩვენი დამოკიდებულება დაბნეული ადამიანების მიმართ უნდა იყოს გულმოწყალება უნდა იყოს შემწყნარებლობა სიყვარული და ლოცვა თანაგრძნობა ანუ განკითხვის ალტერნატიული მდგომარეობა ეს არის თანაგრძნობა ჩვენ ან განვიკითხავთ თან თანაგრძნობთ თუ ჩვენში სიყვარული ადამიანის მიმართ მაშინ ჩვენში აუცილებლად თანაგრძნობა დაიბადება მის მიმართ ან ვაი რასაც ვამბობდი თუ შენ გაქვს იმის განცდა რომ ის ისეთივე ხალხია ღვთისა და ისევეა შექმნილი ღვთის გავსებისათვის როგორც შენ ახარ მაშინ როგორც შენ საკუთარ ცოდვას შენ საკუთარ დაცემულობას შენ საკუთარ ტკივილს განიცდიდი ზუსტად ისეთივე გრძნობა ისეთივე თანაგრძნობა გაგიჩნდება მის მიმართაც ხო საკუთარ თავს ჩვენ ხო არასოდეს არ ვიძულებთ არა და უსიყვარულოდ ხო არასოდეს არ ვექცევით საკუთარ თავს პირიქით ძალიანაც გვიყვარს ხო და აი ზუსტად ესევე მოვიმართებით ჩვენ იმ ადამიანის მიმართაც და თუ აი რითიც შეგვეძლება საერთოდ სიყვარული არის ჯულის აღმასრულებელი როგორც პავლე მოციქული გვეუბნება და თუ ჩვენ მოვიმართებით სწორად ჩვენ ყოველთვის ვიგრძნობ და გვიკარნახებს ჩვენში არსებული სიყვარული როგორ უნდა მოვიქცეთ თქვათ უნდა მივიდეთ ვამხილოთ თუ უნდა მოვეფეროთ თუ თქვათ მის ახლობელ შევატყობინოთ სიყვარული თუ ვილოცოთ მისთვის ანუ სხვადასხვა ადამიანის მდგომარეობის მიხედვით სულიერი მდგომარეობის მიხედვით სხვადასხვანაირად მოვიქცევით მაგრამ ყოველი ეს საქციელი შეიძლება გაუბრაზდეთ კიდევაც შეიძლება ვეჭხუბოთ კიდევაც მაგრამ ესეც სიყვარულიდან გამომდინარე იყოს ანუ სიყვარულს სხვადასხვაგვარი მოქმედების ფორმები გააჩნია სიყვარული არ არის მხოლოდ და მხოლოდ მოფერება ხშირად სასჯელია სიყვარულის გამოხატულება და ნუ ეს ჩვენ ვიცით ახლა მრავალი მაგალითი შეგვიძლია აქედან მოვიყვანოთ ხო მაგრამ ეს აუცილებლად სიყვარულიდან უნდა იყოს და თავი არ უნდა მოიტყუოს ადამიანმა რომ თითქოს სიყვარულით სჯის არა ეს მართლა სიყვარულიდან უნდა იყოს განპირობებული აი სალუსების მდგომარეობა სწორედ ეს არის რომ ისინი ხშირად რისხდებიან რაღაცა ისე იქცევიან მაგრამ ყოველი მათი აი ამ განრისხების მიღმა დგას უდიდესი სიყვარული რომელიც და მათი მოქმედება შესაბამისად ყოველთვის ღვთისაგან ყოველთვის სული წმინდისაგან არის და ყოველთვის სასიკეთო მიზნებს ემსახურება და აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ რომ სიყვარულიდან ვიმოქმედოთ და ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ თქვათ ეს მხილება იქნება საუბარი იქნება თუ რა იქნება ხო უნდა იყოს თანაგრძნობიდან გამომდინარე და თუ ჩვენში სიყვარული არ არის მაშინ აუცილებლად ჩვენი საუბარიც ვითომ მხილებაც და ვითომ გაბრაზებაც და ყველაფერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ განკითხვა და სიყვარულო ანუ აი სიყვარულის არსებობა განასხვავებს აი მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ აი სად გადის ამ ზღვარი მხილებასა და განკითხვას შორის მე ყოველთვის პასუხობ სიყვარულზე გადის ეს ზღვარი თუ შენს გულში არის სიყვარული წმინდა მამები პირდაპირ გვირჩევენ რომ სანამ ადამიანის მხილებას გადაწყვეტო მანამდეო დადუნდიო და გულში ჩაიხედე ჩაუღრმავდი შენ საკუთარ გულსო რომ გიყვარსო შენ ეს ადამიანი ოღონდ თავი არ მოიტყუო თუ აღმოაჩე რომ გიყვარსო მაშინ სიყვარული თვითონ გიკარნახებსო რა უნდა გააკეთო იმ დროსო უთხრა თუ არ უთხრა და რა უთხრა და თუ აღმოაჩენ რომ არ გიყვარსო მაშინ კეთილი ინებე და გაჩუმდი და ხმა არ მოიღო და ღმერთს თხოვე რომ სიყვარული მოგცეს იმ ადამიანისო რა ასე რომ აი ეს არის ზღვარი ეს არის მიჯნა რომელიც განასხვავებს სწორ და არასწორ მოქმედებას სიყვარულით ყოველთვის კეთილად მოიქცევი და სწორად მოიქცევი უსიყვარულოდ ყოველთვის უჯულოებაში ჩავარდები ანუ სიყვარული არის უფალი როგორც ღმერთი თავად გვეუბნება იოანე მოციქულის პირით და თუ კი ჩვენ სიყვარულით ცხოვრობთ სიყვარულის ნაყოფსაც მოვიმკით აუცილებლად და სიყვარულს დავთესავთ და
თუ სიყვარულის დეფიციტი გვაქვს, მაშინ არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს უფლება, რომ ვიღაცას რაღაცა ჭკუა დავარეკოთ და ვასწავლოთ. მე ესე მგონია. დიახ, ძალიან დიდი მადლობა, მამო. მაგრამ მე ეს მიმაჩნია, რომ მაინც რომ მოვეფეროთ ადამიანს უკეთესი არის და ყველა ვარიანტში მოფერებაში უფრო ღმერთი უფრო იქნება ვინაიდან. მამო, ჩვენ სუსტები ვართ, მაინც და ჩვენ რო გონია სიყვარული შეიძლება სიბოროტით ვაკეთებდეთ და ჩვენ მე მაგიტო გავუსვი ხაზე გიორგი, რომ ის მოფერება უბრალოდ აი სიყვარული უნდა იყოს. თორე ხა დღეს დღევანდელი ჰუმანური სამყარო ღმერთზე უფრო ჰუმანურები არიან და სოდომური ცოდვის მიმართაც ჰუმანურები არიან და იმათაც ეფერებიან და ეს არ არის სწორი. ეს არ არის სიყვარული, ეს ზუსტად ამას ვაბრალ, სიყვარული ხშირად სწორედ შეიძლება მრისხანებაში გამოიხატოს. მაგრამ აი ეს მრისხანება, ის მხოლოდ გარეგნული ფორმა, აი ეს მრისხანება არის ზუსტად იმ დროს მოფერება იმ ადამიანის სულის მიმართ, რომელიც შეიძლება დაიღუპოს. და იმას რომ ჩვენ ფიზიკურად მოვეფეროთ იმ დროს და თითქოს თავი მოვიტყვეთ, რომ აი როგორ მობიერად მოვიქეცეთ და როგორ მივეფერეთ, ის ადამიანი სულიერად დაიღუპება მე. აი ამიტომაც არის რომ სიყვარული არსი უნდა იყოს მთავარი სიყვარულის და მე ის ფორმა არ აქვს მნიშვნელობა როგორც მოითხოვს ის ადამიანი და მისი სულიერი მდგომარეობა იმის მიხედვით უნდა შევარჩიოთ მე ის ფორმა ან გულში უნდა ჩავიხუტოთ ან თავზე ხელი გადაუსვათ ან დავტუქსოთ ან ვეჭხუბოთ გაუბრაზდეთ საჯელი დავადოთ ანუ ყველა შემთხვევაში როდესაც ადამიანი სიყვარულიდან მოქმედებს ეს მოფერება მისი სულისთვის იმის და მიუხედავად ის ამას როგორ განიცდის იმ დროს და ღმერთიც ესე გვექცევა ჩვენ, სწორედ. რატომ არის რომ ეხა ხშირად განსაცდელს უშვებს უფალი ჩვენზე? არ უყვარვართ იმ დროს და არ გვეფერება? იმ განსაცდელითაც გვეფერება. მაგრამ უბრალოდ იმ დროს სხვა საშუალება აღარ რჩება უფალს. ჩვენ აღარ უტოვებთ ჩვენი უჯულობიდან გამომდინარე და ჩვენი არასწორი არჩევანიდან გამომდინარე ღმერთს სხვა გამოსავალს, რომ თქვათ რა ღმერთს უნდა რომ ყველას გვეფეროს და ყველა გულში ჩაგვიხუტოს, მაგრამ ჩვენ რომ ჩვენი ნებით არ მივიდრიკებით სიკეთისაკენ, სწორედ ამიტომ ღმერთი ხელში იღებს მე უკვე ქირურგიულ იარაღს, რომ აი ამით მაინც რაღაცა გამოგვაფხიზლოს და თქვათ ის ჩირკროა, რომელიც გვაქვს და შეიძლება ხვალ განგრენაში გადაგვიზარდოს, მოგვაშოროს და მოგვაჭრას თუნდაც კივილის ფასად. მაგრამ მე მივხვდეთ ჩვენ და მადლობა გადავუხადოთ ადრე თუ გვიან უფალს და მე გავაანალიზოთ, რომ ეს ამხელა სიყვარულის გამოვლენა იყო ღვთისმიერ. მე მაინტერესებდა ესეთი მომენტი, რომ რამდენად თვითონ იმ ადამიანს მე კაი მეჩხუბება სიტყვაზე და მე ძალიან ცუდად მეკცევა და ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომ სხვა ადამიანებს ძალიან ამცირებს და ძალიან ცუდად ეკცევა ხოლმე და გულსდგენ სიტყვაზე და წამოვედი მე სიტყვაზე რაღაცა ისე არც დავემშვიდობე წამოვედი, ხო? მატკინა გული სიტყვაზე, მაგრამ იმისთვის რამდენად კარგია, მამო, აი ეს ამბავი, რომ აი ადამიანის როცა იცი არის ბევრი ადამიანი ძალიან დიდი პრობლემებით მიდის ტაძარში და იქაც რომ ამო ხდებიან ხოლმე და იქ რაღაც სიყვარული ტუქსავენ ვითომ ხო? ნუ ცოტა მე მგონი მე არ მომწონს ეს საკითხი. აი თუ ისინი ვითომ ტუქსავენ. აი ცით არის როცა გული ტკივა მამაო, მან სიყვარული დატუქსული არ ხარ. ანუ დატუქსვა ყველა ვარიანტში არ არის სიყვარულით, მამო, იმიტომ როცა ადამიანს გული ტკივა, თუნდაც სიამაყის გამო გტკივა გული, რომ ამაყი ხარ სიტყვაზე. შენ თუ იმ დონეზე ხარ, რომ მე მტუქსავ და მაგარი ტიპი ხარ და მასწავლე, ხო? მაგის ხომ უნდა მიხვდე, რომ მე რო გული მეტკინება, მაგალითად უფრო მეტი ცოდვა, ვიდრე ჩემი დატუქსვით თვითონ სწავლება, ხო? მართალი ხარ, მაგრამ და აი მე როგორ უნდა მივიღო, მამო, აი ესეც მაინტერესებს, თუ შეიძლება. მადლობა, ძალიან ცუდად დარჩა სამწუხაროდ, აი ჩვენ მივედით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტამდე უკვე მივედით თვითონ მოძღვრის კომპეტენციამდე. გიორგი შემოკარგო, იმიტომ რომ აი ზუსტად ამაშია საქმე, რომ მოძღვარს უნდა ქონდეს მოძღვარი ან აი ოჯახის უფროსი მამაკაცი ეს მთლიანად აი სიტყვაზე აი ეს ერთიანად განვიხილოთ ისეთი რა უფრო აი უფროსი თუნდაც რომელიღაც სამსახურში რო იყოს ხო მარტო მოძღვარზე კი არა ისეთი ადამიანები ვინც სხვა ადამიანებს ვისაც სხვა ადამიანები ემორჩილებიან კი აი არის აქ პარალელი კი ბატონო გეთანხმებით იმიტომ რომ სწორედ აი თქვათ რაღაცა ორგანიზაციის უფროს, რაღაცა დაწესებულებას, იმასაც ზუსტად ისევე მოეთხოვება ეს გულისხმიერება. გეთანხმები. თუმცა სულიერი მოძღვრისთვის ეს აი ყოველად აუცილებელი. ყოველად აუცილებელი, იმიტომ რომ მოძღვარი ვალდებულია, რომ განჭვრიტოს ადამიანი, რომ მიხვდეს მას, როგორ მიუდგეს მართალი ხარ, გეთანხმები, მე მიგიხვდი შენ გულისხმიერებას, რა თქმა უნდა, გეთანხმები, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანისაგან ზოგადად და ვთქვათ მით უმეტეს სასულიერო პირისაგან უნდა მოდიოდეს სიყვარული და სიტყვა, ამას უნდა ხედავდეს ადამიანი. ჩვენც მაგალითად სასულიერო პირები ხშირ შემთხვევაში სწორედ ესე ვიცევით, რომ შეიძლება უკიდურეს სოდაში ჩავარდნილი ადამიანი მოვიდეს ჩვენთან, მაგრამ ჯერ გულში ვიხუტებთ. ჯერ მას ძალიან დიდ სიყვარულს დავანახებთ
რომ მან იგრძნოს რა არის მთავარი ეკლესიაში. რომ ეკლესია რითი სუნთქავს, რომ სიყვარულით სუნთქავს და ამის შემდეგ უკვე დათურ სამსახურს აღარ უწევთ მას, იმიტომ რომ მე უკვე ნელ-ნელა, როდესაც ის დაარწმუნდება ჩვენ სიყვარულში და როდესაც ის მოეჯაჭობა უკვე ეკლესიას, ხო? მე უკვე ნელ-ნელა ვცდილობთ, რომ მივახვედროთ და გავააზრებინოთ მას ის რაღაცა ძიმე მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებიან. ცხადია, ნამდვილად ესეა, რასაკვირველია და ეს მოეთხოვება რასაკვირველია გიპასუხებდი რა კი შენ განაზოგადე ეს თქვა ზოგადად ოჯახის უფროსობაზე და თუნდაც თქვა რაიმე ორგანიზაციის ან დაწესებულების უფროსობაზე, იქაც ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ ეს მოეთხოვება ყველგან უფროს. მოდი ესე ვთქვა, ხო? თუ შენ უფროსი ხარ, შენი უფროსობა უპირველეს ყოვლისა სიყვარულით უნდა გამოიხატოს. თუ შენ სიყვარული არ გაგაჩნია, არც არავის არ ეყვარები. იმიტომ რომ ჩვენი მისაბაძი არის უფალი და უფალს უნდა მივიბაძოთ სიყვარულში, აი როგორც უფალი მართავს და ეს ყველაზე ნათელი და ყველაზე კარგად ჩამოყალიბებული არის სწორედ აი როდესაც პავლე მოციქული საუბრობს ეფესელთან მიმართ ეპისტოლეში ცოლქმრული ურთიერთობის შესახებ, რომ აი რა ურთიერთდამოკიდებულება უნდა იყოს ცოლქმარს შორის და როცა ქმრის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომ როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და საკუთარი თავი მისცა მისთვის, როგორც საკუთარი ხორცი გიყვარსო, ისე უნდა გიყვარდოსო შენი მეუღლეო. არავინ სადაც თავით ვისი მოიძულისო, არამედ ზრდინ და ფუფუნებნ მასო. ვითარცა ქრისტე ეკლესიასე, ანუ აი ეს სიყვარული მოგეთხოვება ჩვენ ღვთისაგან. არ აქვს მნიშვნელობა რა ასპარეზი გვექნება ჩვენ. შეიძლება ოჯახის უფროსი ხარ, თქვა მამა ხარ ოჯახში, ზუსტად ესეთივე სიყვარულით უნდა იყო და ესე უნდა მართო შენი ოჯახი, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი, ყოველი მამაკაცი ეპისკოპოსია საკუთარ ოჯახში. თუ თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხარ, იქაც შენ უნდა აცნობიერებდე, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ღმერთი მოგკითხავს ამ სიყვარულს. აუცილებლად ამ ადამიანების მიმართ და სიყვარულით უნდა მიუდგებოდე. და მით უმეტეს თუ კი სასულიერო პირი ხარ და თქვა ათობით და ასობით ადამიანი მოდის და საკუთარ სულს ყველაზე ძვირფას და ყველაზე ღირებულს განდობ შენ აუცილებლად სიყვარულით უნდა მიუდგეთ. ხო სამწუხაროდ მამა ერთი წუთი დარჩა და ძალიან გული მწყდება მამაო, აი კიდე 1-3 საათი რა იყოს გესაუბრებოთ. ისე შემდეგისთვის თუ გვეწევით, ისე ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, იმიტომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ბევრი რამ გაიგო დღეს ჩვენი ეთერი და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მამაო მობრძანებისათვის. ხოლო მამაო მსახურობს ვაკეში მსახურობს თუ ვინმეს გინდათ მისვლა აუცილებლად მე შემდეგში რეკავენ ხოლმე მამაო და ანდრია პირველწოდებულის ტაძარი არის ესეთი და შეგიძლიათ მიბრძანდეთ მეცხრე სამოთყოფო ყოფილი და იქ შეგიძლიათ მიბრძანდეთ მამა საბა გახდათ ჩვენი სტუმარი. მინდა კიდე გამოვაცხადო ეს ლეიკემიით დაავადებული ადამიანი მეოთხე დადებითი ჯგუფი ვისაც გაქვთ თუ შეგიძლიათ ამბიც შეეხმიანოთ ამ ადამიანებს 592 575 და ძალიან კარგ საქმეს გააკეთებ თუ დაეხმარებით რა. რა ვიცი, ყველას მოვიკითხავ აბსოლუტურად, მინდა მოვიკითხო ქალბატონი ეთერი მინდა მოვიკითხო, რომელიც აი არის ხატწერი არის ეს ადამიანი თავის ოჯახთან ერთად მინდოდა ესეთი ხატი დამიხატა მამაო, რომ აი რა ვიცი, აი სასწაული და სასწაული ადამიანები არიან და თავის ოჯახთან ერთად მინდოდა მომეკითხა და დიდი მადლობა მეთქვა ამისათვის და ჩემ ოჯახში კიდევ ერთი სიხარული შემოიტანა და მინდოდა ყველა სასულიერო პირები განსაკუთრებით ცხეთის სვეტი ცხოვლის მონასტერი მინდოდა მომეკითხა და დედათა მონასტერი კიდე მინდოდა მომეკითხა და 22-ში წარმატებას უსურვებთ იქ ისა გადაბრძანება არის მამა გაბრიელის საფლავის და დიდი დღე გველოდება. დიახ, დიდი დღე გველოდება და წარმატებას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ იქ სამშაბათს დაგიბრუნდებით საღამოს 9:00-ზე. დროებით